გათავისუფლდეს რეჟიმის ტყვეები, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ქუჩაში კვლავ უწყვეტი აქციებია, იგივე მოთხოვნებით. Ვნებათა ღელვა არ ცხრება. ხელისუფლება კი ქმედებას არ შემჩნევის პოლიტიკით განაგრძობს. დედაქალაქის პარალელურად საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმშიც. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საკონსტიტუციო სასამართლოსთან არიან შეკრებილები. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გთავაზობთ, რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოსთან. და იქ წარმოდგენილი შესულად იყო ბარიერების წავსება. შემდგომ საერთო მარშრუტიდან გვერდით მომიწია საუბარი და ეს არის ზუსტად საზოგადოების პრობლემა. იქ განსაზღვრად შეიძლება ეს კითხვასაგებრი თანხმო და წარმოვიდგინოთ სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენელი წევრები და ვთქვათ, რომ საერთო საზოგადოებიდან მუდმივად გვერდით გვიწევს ყოფნა და მუდმივად ბევრად მეტი ბრძოლა გვიწევს, რომ ჩვენი ხმა შეუერთდეს საერთო პროტესტს და ჩვენი შესაძლებლობები იყოს თვალხილული. ამიტომ ჩემი თემის სახელით ჩვენ აქ ვინც წარმოდგენილი პირობას ვდებ, რომ აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი მიღწევებით გვაქვს, ჩვენი თანამეგობრობის დამსახურებით, ევროპის დამსახურებით, დასავლეთის დამსახურებით აუცილებლად გაგრძელდება ეს ყველაფერი და მივალთ იმ შედეგამდე, რომ გავიმარჯვებთ და დასავლეთ ევროპას საქართველოს წარმოდგენილი ექნება, როგორც ქვეყანა, სადაც არიან ცხოვრობენ თავისუფალი ადამიანები. ქვეყანა, რომელიც არის დამოუკიდებელი და ქვეყანა, სადაც ერთი ადამიანის პროტესტის არის მნიშვნელოვანი. და ჩვენ გვექნება დრო ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ ინკლუზიური სახელმწიფოს მშენებლობით, სადაც ყველას ხმა იქნება ფასეული. ადამიანები არსებობენ, რომლებიც ძახიან, რომ მოლაპარაკება არის ერთადერთი გზა, აი ეს ევროსაბჭოს შემდგომელი წვლილები, რომელმაც ეს მოლაპარაკებებიო, მაგრამ მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ეს არალეგიტიმური მთავრობა, ქართული ოცნების წარმომადგენლები დააბრუნებენ ზუსტად იგივე მდგომარეობას, რაც იყო არჩევნებამდე. აი, როცა დააბრუნებენ იგივე კანონმდებლობას და როცა ამ მავნებრივ კანონებს უკან აიღებენ, რომელიც ადამიანს ჯიშს იმის გამო, რომ ლაზერინი აქვს ჯიბით ან რაღაც ისეთი მოწყობილობა, რომელიც ანაცებს. აი, ასეთ სულელურ კანონებს, რომელიც ძალიან სწრაფად მიიღეს, რატო ვღაც, იმიტომ რომ დასჭირდათ, სანამ ასეთ მავნებრივ გადაწყვეტილებებს უკან არ დაიღებენ, არანაირი მოლაპარაკება აზრი არ აქვს. გარდა ამისა, უნდა გათავისუფლდნენ უდანაშაულო დაპატიმრებულები, ასევე უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები და ის ადამიანები, რომლებმაც იცალათ ეს ამ უდანაშაულო დაპატიმრებულებზე და თურმე წინასწარი პატიმრობიდან რომ გამოუშვებენ, ამისთვისაც მადლობლები უნდა იყვნენ. რატო არ იჭებიან ის ადამიანები? არც ერთი ადამიანი არ დასილა და ყველა ადამიანი დაჭერის შემდეგ ჩანს სურათებში ყველგან როგორ არის ნაცემი. ასევე გარდა ამისა, მივმართავ ქართული ოცნების ვითომ და ნამდვილ მომხრეებს. როგორ ვერ ხედავთ, მათ თავს წინააღმდეგებიან ყოველ სიტყვაში. ჯერ გამოდის ქართული ოცნების წარმომადგენელი კობახიძე და იძახის, რომ წყვეტს ყველანაირ კავშირს ევროპასთან, მაგრამ მეორე დღეს გამოდის და ამბობს, რომ იცით რა, ჩვენ ევროპაში მაინც შევალთ. აი თუ აგინებ ევროპას და ცუდად მოიხსენიებ და ლანდღავ და ტყუილში გამხელენ ისინი ასევე, როგორ შეიძლება ისევ ევროპაში დასვლაზე რამეს ამბობდე? ეს როგორ შეიძლება დაიჯეროს ადამიანმა თუ დაფიქრდება და ლოგიკურად დააკავშირებს ერთმანეთთან ფაქტებს. ამიტომ მეგობრებო, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვები გაწუხებთ,
დარწმუნებული იყავით, რომ ეს ყველაფერი არის ფარსი. თუ დააგვირდებით, ხალხის ნერვებზე თამაშობენ. თითოეული გადაწყვეტილება. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის ბათუმი, სადაც მომიტინგეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან არიან შეკრებილები.